მოდით დავიწყოთ ერთი კონკრეტული სცენით. წარმოიდგინეთ 50 წლის კაცი სასიკვდილო სარეცელზე. მთელი თავისი ცხოვრება, როგორც თქვენს მიერ მოწოდებული წყაროები აღწერს, მან იცხოვრა ერთი ფილოსოფიით: ღმერთი არ არსებობს, სულიერება სისუსტეა და, მთავარია ამწუთიერი სიამოვნება. დიახ. ახლა კი, ფინიშის ხაზთან, ის ითხოვს მღვდლის მოყვანას. ერთი შეხედვით ეს, მონანიების კლასიკური ისტორიაა, მაგრამ თქვენი წყაროები სვამენ ძალიან არასასიამოვნო კითხვას. კი, ნამდვილად. რა ხდება სინამდვილეში ამ ოთახში? ეს ნამდვილი რწმენის პოვნაა თუ უბრალოდ უკანასკნელი სასოწარკვეთილი გარიგება? აი, ზუსტად ეს კითხვაა მთელი ამ ანალიზის გული. წყარო ფაქტობრივად ამ კაცის პერსონალურ ტრაგედიას იყენებს როგორც სარკეს. სარკეს, რომელშიც მთელი ეპოქა და მსოფლმხედველობა ირეკლება. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ საბჭოთა კავშირში გაზრდილ თაობაზე. გასაგებია. მათ ღირებულებებზე, ან ალბათ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ღირებულებების არარსებობაზე. და იმ გზაზე, რომელმაც ის ამ უკანასკნელ სარეცლამდე მიიყვანა. ამ ერთი ისტორიით ავტორი ცდილობს დაგვანახოს უზარმაზარი უფსკრული. უფსკრული იმას შორის, რასაც ის ქრისტიანობას უწოდებს, და იმას შორის, რასაც ის ცოტა დამამწირებლადაც კი რელიგიას არქმევს. საინტერესოა, რომ ის ამ ორ ცნებას ასე თამამად აცალკევებს. ჩვენი მიზანით სწორედ ეს არის, რომ გავიგოთ, რას გულისხმობს ავტორი ამ დაყოფაში. რატომ არის მისთვის მომაკვდავი კაცის ეს ქმედება არ რწმენის ტრიუმფი, არამედ რაღაც სულ სხვა, ბევრად უფრო პრობლემური ფენომენი. მოდით ჩავყვეთ ამ ამბავს და ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, წარსულიდან იწყება. ავტორი დეტალურად აღწერს იმ გარემოს, რომელმაც ჩვენი პერსონაჟი ჩამოაყალიბა. ეს არის საბჭოთა სკოლა მარქსისტული ფილოსოფია უნივერსიტეტში. ანუ გარემო, სადაც ღმერთზე ან სარწმუნოებაზე საუბარი, რბილად რომ თქვათ, ექსცენტრიულობად ითვლებოდა. ზოგჯერ კი პირდაპირ დაქნეულობად, როგორც წყაროშია ნათქვამი. კი, ზუსტად. ანუ იყო ერთგვარი სოციალური წნეხი, თუ უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, ესე იგი სიმართლე არ არის. ეს ლოგიკა იყო, ხო? დიახ. წყარო კარგად გადმოსცემს ამ მენტალიტეტს. ჭეშმარიტების საზომი ხდება არა შინაგანი რწმენა ან ლოგიკა, არამედ საზოგადოებრივი აზრი. ყველა ხომ ასე ცხოვრობს. ეს იყო მთავარი არგუმენტი. ზუსტად. და ეს ცხოვრებაც ძალიან თვალსაჩინო დააღწერილი. აი ეს კლასიკური სურათი რა, დილიდან საღამომდე კარტის თამაში. გაუთავებელი პაპიროსი, ეზოში, ბირჟაზე დგომა. კი. და მშობლების ნაშრომით ფულით უდარდელი არსებობა. ეს არ იყო უბრალოდ უსაქმურობა, ეს იყო ცხოვრების სტილი, ფილოსოფია, რომელიც ყველანაირ სულიერებას, ზნეობას, პასუხისგებლობას დასცინოდა ფაქტობრივად. კი, დასცინოდა და ზედაპირულად უყურებდა. ჩვენი გმირიც ამ სამყაროს ტიპური წარმომადგენელი იყო. და 30 წლის შემდეგ ამ udardeli ცხოვრების შედეგი სახეზია. კაცი საკუთარ განვლილ გზას აფასებს და ხვდება, რომ რაღაც ძალიან არასწორად გააკეთა. წყაროს მისი სიტყვები მოჰყავს. მე სწორად არ მიცხოვრია. ეს არის სინანული, მაგრამ როგორი სინანული? აქ შემოდის თავარი დრამა. დიახ, აქ იკვეთება ყველაფერი. ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება შეგნებულად აქტიურად უარყო ღმერთი, ბოლო წუთებში მღვდელს ითხოვს. ავტორისთვის ეს უბრალოდ აზრის შეცვლა კი არა, ფუნდამენტური არათანმიმდევრულობაა. ანუ პრინციპის ღალატია. რაღაც დოზით კი. ის საკმაოდ მწვავედ სვამს კითხვას, თუ ათეისტი ხარ, პრინციპული და შეგნებული, რატომ არ კვდები ათეისტად? საინტერესო კითხვაა. ამ კონტექსტში მას ლენინისა და სტალინის მაგალითი მოჰყავს. ისინი ბოლომდე თავიანთი ფილოსოფიის ერთგულები დარჩნენო. მისი აზრით, მათრახით შეშინებული და დამორჩილებული ათეისტი არათანმიმდევრულია. და აქვეა ის ცოტა არ იყოს გამაოგნებელი სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ადამიანთა 95% სწორედ ასე იქცევა. ეს ძალიან ძლიერი განაცხადია. გამოდის, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც თავს ათეისტად ან აგნოსტიკოსად მიიჩნევს, სიკვდილის წინ რაღაც ფორმით მაინც რწმენას ებღაუჭება. და ავტორისთვის ეს არის მთავარი პრობლემა. ის ამას ხსნის არა გვიანი გამოღვიძებით, არამედ შიშით. ეს არის ერთგვარი სულიერი დაზღვევა. რა იცი, რა ხდება? გასაგებია. სწორედ აქ მივდივართ მის ცენტრალურ არგუმენტამდე. პრობლემა თავად ღმერთის ძიება კი არ არის, არამედ ის ფორმა, რა ფორმითაც ეს ხდება. ავტორი ამ ფენომენს პრიმიტიულ რელიგიას უწოდებს და მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ის სიტყვა რელიგიას იყენებს ძალიან სპეციფიკური, თითქმის ნეგატიური მნიშვნელობით. ანუ უნდა გავმიჯნოთ ამ ავტორისეული ტერმინი რელიგია
იმისგან, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გულისხმობთ. მაშ რა არის ეს პრიმიტიული რელიგია მისი გაგებით? ეს არის ერთგვარი გარიგება, თითქმის კომერციული ტრანზაქცია ღმერთთან. გარიგება, რომელიც ჩაგიტარებს რიტუალს. Სუსტად. ის ჩაგიტარებს რიტუალს, გაზიარებს, წესს აგიგებს და შენც ავტომატურად 60 ბილეთს მიიღებ. ავტორი ამბობს, რომ როდესაც რაციონალისტები და ათეისტები ასეთ რელიგიას აკრიტიკებენ, მე მათ 100%-ით ვეთანხმებიო. ის ამას პირდაპირ კრეტინიზმს უწოდებს. უხეში შეფასებაა, მაგრამ მისი ლოგიკა ნათელია. მას აღიზიანებს ეს მექანიკური, თითქმის ჯადოსნური მიდგომა. მაგრამ თუ ეს არის რელიგია, მაშინ რა არის ალტერნატივა? აქედან გამომდინარეობს მისი მთავარი თეზისი, რომ ქრისტიანობა არ არის ასეთი რელიგია. ეს არის ის წერტილი, სადაც ის ყველას ემიჯნება. დიახ, ეს არის ფუნდამენტური დაყოფა. მისი არგუმენტი ასეთია: რელიგია მისი გაგებით არის ადამიანის მიერ შექმნილი სისტემა. ჩვენი შიშებიდან, ჩვენი სურვილებიდან, ზუსტად, ჩვენი კომფორტის ძიებიდან იბადება. ეს არის წესების კრებული, რიტუალები, რომლებსაც ვასრულებთ იმისთვის, რომ რაღაც მივიღოთ. მეორე მხრივ, ქრისტიანობა მისი მტკიცებით არ არის ადამიანის გამოგონება. ეს არის ღმერთის მიერ სამყაროში შემოტანილი რეალობა. ახალი მსოფლმხედველობა. დიახ, ახალი მსოფლმხედველობა, რომლის ცენტრშიც დგას არა რიტუალი, არამედ პიროვნება იესო ქრისტე. და ამ რეალობაში შესვლა ნიშნავს არა სიკვდილის წინ რიტუალის ჩატარებას, არამედ ცხოვრების სრულ გარდაქმნას იმ მომენტიდან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებ. ეს პროცესია და არა ერთჯერადი აქტი. ანუ თუ სწორად გავიგე, ერთი არის სულიერი სახანძრო უსაფრთხოება, მეორე კი სახლის სრული რეკონსტრუქცია. შესანიშნავი ანალოგია. და დავუბრუნდეთ ჩვენს მომაგდავ კაცს. ავტორის ლოგიკით, როცა ის მღვდელს ითხოვს, ის ეძებს არა რეკონსტრუქციას, არამედ სახანძრო უსაფრთხოებას. ზუსტად ეს არის მისი დიაგნოზი. ის ეძებს იმას, რასაც მთელი ცხოვრება დასცინოდა, მაგრამ ეძებს ისევ იმ ძველი, მომხმარებლური ლოგიკით. მომეცით ხსნა სწრაფად სანამდროა. ავტორისთვის ეს ტრაგედია. რადგან კაცი ბოლო წუთებშიც კი ვერ სცედება იმ მატერიალისტურ გარიგებაზე დაფუძნებულ აზროვნებას, რომელმაც აქამდე მიიყვანა. კარგი, ეს დაყოფა გასაგებია, მაგრამ მაინც საკმაოდ თამამი განაცხადია, რომ ქრისტიანობა უნიკალურია და ყველა სხვა სისტემა ადამიანის მოგონილია. რით ასაბუთებს ის ამას? რატომ არის ბიბლია მისთვის განსხვავებული, ვთქვათ, ყურანისგან ან ბუდისტური ტექსტებისგან? ის აქ ძალიან პირდაპირ და ალბათ ბევრისთვის საკამათო არგუმენტს იყენებს. ის ამბობს, რომ ბიბლია სხვა წმინდა წიგნებისგან განსხვავებით უშეცდომოა. უშეცდომო? დიახ. და ის მისთვის ბრმა რწმენის საკითხი არ არის. მას მოჰყავს საკუთარი გამოცდილება. მე წლების განმავლობაში ვცდილობდი მეპოვა მასში ლოგიკური ან ფაქტობრივი შეცდომა, წინააღმდეგობა, მაგრამ ვერ ვიპოვე. მისთვის ეს პირადი ემპირიული კვლევა გახდა რწმენის რაციონალური საფუძველი. მოიცადე, ეს ძალიან სერიოზული განაცხადია. ანუ მისი არგუმენტია, მე ვერ ვიპოვე შეცდომა, შესაბამისად ის უშეცდომოა. ეს ხომ საკმაოდ სუბიექტური დასკვნა? ბევრი თეოლოგი და ისტორიკოსი იტყოდა, რომ ბიბლიაში უამრავი შიდა, წინააღმდეგობა და ისტორიული უზუსტობა. როგორ პასუხობს ის ამ ტიპის კრიტიკას? ის ამას პირდაპირ არ პასუხობს, მაგრამ ხსნის თავის მიდგომას ერთი ძალიან საინტერესო და ცოტა პროვოკაციული ანალოგიით. აბა გისმენთ. ის ამბობს, წარმოიდგინეთ, რომ ქორწინდებით საყვარელ ადამიანზე. ქორწინების ღამეს თქვენ მასთან მიდიხართ სიყვარულითა და ნდობით, თუ მიკროსკოპით, სკალპელითა და ქიმიური ანალიზის კოლბებით, რომ ბოლომდე მეცნიერულად შეისწავლოთ. გასაგები ანალოგია. მისი თქმით, ღმერთთან ურთიერთობაც ასეთია. თუ შენ მასთან გამომძიებლის პოზიციიდან მიდიხარ, მუდმივი ეჭვით და რაციონალური მტკიცებულებების მოთხოვნით, აბა დამიმტკიცე, რომ ნამდვილი ხარ. იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია. ზუსტად, ამით შენ თავად არღვე ურთიერთობის შესაძლებლობას, ღმერთი ასეთ მიდგომას გაექცევაო. ეს არის ნდობაზე დაფუძნებული კავშირი და არა ლაბორატორიული ექსპერიმენტი. ხედავ. ეს პოეტური ანალოგიაა, მაგრამ სკეპტიკოსი იტყოდა, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი გზაა რთული კითხვებისთვის თავის ასარიდებლად. უბრალოდ ირწმუნე. ამ არგუმენტს ბევრი არ იღებს, თუმცა გასაგებია, რომ ავტორისთვის რწმენა პირადი შინაგანი გამოცდილების საფუძველზე არსებობს. დიახ, მისთვის მთავარია არა გონებრივი თანხმობა, არამედ პიროვნული შეხვედრა.
ახლა კი, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, საინტერესოა როგორ უყურებს ის სხვა რელიგიურ მიმდინარეობებს, რომლებიც ქრისტიანობიდან იღებენ სათავეს, მაგალითად, მორმონებს. ის მათ სრულფასოვან ქრისტიანობად არ მიიჩნევს? და რატომ? რა კრიტერიუმით აფასებს მათ? ის მათ განიხილავს როგორც ისტორიულ და სოციალურ ფენომენებს, რომლებიც ქრისტიანულ იდეებს იყენებენ, მაგრამ კონკრეტული მიწიერი მიზნებისთვის. მაგალითად ის მორმონების პოლიგამიას, ანუ მრავალცოლიანობას, ხსნის არა თეოლოგიურად, არამედ მე-19 საუკუნის ამერიკის პრაქტიკული საჭიროებებით. კონტინენტი ახალი დასახლებული იყო, საჭირო იყო უზარმაზარი მიწების დამუშავება, ერთი კაცი და ერთი ცოლი ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ. გასაგებია, მეტი ხელი იყო საჭირო. ზუსტად. მრავალი ცოლი და შესაბამისად ბევრი შვილი ნიშნავდა დიდ სამუშაო ძალას. ეს იყო სოციალური გადარჩენის მოდელი, რომელიც რელიგიურ ფორმაში ჩაისხა. ანუ მისი აზრით ეს იყო არა ღვთიური გამოცხადება, არამედ სოციალური ინჟინიერია რელიგიის სახელით. და როცა სოციალური საჭიროება გაქრა, კი, როცა მიწები დამუშავდა, ცივილიზაცია განვითარდა. ამ რელიგიურმა პრაქტიკამაც დაკარგა აზრი. ზუსტად. მისთვის ეს იმის მაგალითია, თუ როგორ ქმნის ადამიანი რელიგიას თავისი საჭიროებების მიხედვით. ამავე კონტექსტში ის საინტერესო დაკვირვებას აკეთებს ქრისტიანობის განშტოებებზე. ის ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ ქრისტიანობას ამდენი სექტა და მიმდინარეობა გამოეყო, მის ცოცხალ ბუნებაზე მიუთითებს. კი, თითქოს ის ცოცხალი ხეა, საიდანაც გამუდმებით ახალი ტოტები ამოდის. ის ამას უპირისპირებს ისლამს, რომელსაც მისი თქმით მხოლოდ ორი მთავარი შტო აქვს, რაც მის უფრო მონოლითურ ბუნებაზე მეტყველებს. ესეც საკმაოდ თამამი განზოგადებაა. ისლამის ორი შტოც თავის თავში უამრავ სხვადასხვა სკოლასა და მიმდინარეობას მოიცავს. მართალია, მაგრამ როგორ ჩანს, ეს შედარება მას თავისი მთავარი მეტაფორის გასამყარებლად სჭირდება. მეტაფორისთვის გასაგებია. დიახ, რადგან ის მაშინვე ამატებს. ეს ტოტები, რომლებიც ხეს, ანუ ქრისტეს, როგორც ფესვს, მოსყდებიან აუცილებლად ხმებიან. მისთვის მორმონიზმი და სხვა მსგავსი ჯგუფები სწორედ ასეთი გამხმარი ტოტებია, რომლებმაც თავდაპირველი კავშირი დაკარგეს. და ახლა მხოლოდ ისტორიულ არტეფაქტებად არსებობენ, გასაგებია. მოდით შევაჯამოთ. თუ მთელ ამ ანალიზს ერთ იდეამდე დავიყვანთ, ეს არის რადიკალური დაპირისპირება ორ მოდელს შორის. დიახ. ერთი მოდელია ადამიანის მიერ შექმნილი, შიშსა და გარიგებაზე დაფუძნებული რელიგია. მეორე კი ღმერთის მიერ შემოთავაზებული ცხოვრების გარდამქმნელი რეალობა, რომელსაც ის ქრისტიანობას უწოდებს. ზუსტად. და თუ ჩვენი ისტორიის დასაწყის დაუბრუნდებით მომაკვდავი კაცის ისტორიას, ავტორისთვის ეს სცენა აღარ არის უბრალოდ ადამიანური ტრაგედია. აბა რა არის? ის ამას ხედავს როგორც ღმერთის მიერ მიცემულ უკანასკნელ შანსს. მისი თქმით, ეს სასიკვდილო ავადმყოფობა არ არის სასჯელი, არამედ ერთგვარი ღვთიური ჩარევა, უკანასკნელი მოწვევა. მოწვევა, რომ ამ კაცმა ბოლოს და ბოლოს აირჩიოს რეალობა იმ ილუზიური რელიგიის ნაცვლად, რომელსაც ინსტინქტურად ეძებს. ანუ მას ეძლევა შანსი განიცადოს ნამდვილი ცვლილება თუნდაც ბოლო წუთებში. დიახ, ავადმყოფობა როგორც წყალობა. ესეც საკმაოდ პარადოქსული იდეაა. ნამდვილად, საბოლოო ჯამში ჩვენი გმირის ისტორია ღიად რჩება. ჩვენ არ ვიცით, მან შეძლო თუ არა ამ გარდაქმნის გავლა, თუ უბრალოდ რიტუალით დაიზღვია თავი, მაგრამ სწორედ ეს ღია ფინალი გვიტოვებს ჩვენ, მსმენელებს, მთავარ კითხვას. ზუსტად. ეს არის ის, რაც ამ ანალიზის პირადულს ხდის ყველასთვის. და ბოლოს ერთი აზრი თქვენთვის დასაფიქრებლად, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს თქვენი წყაროებიდან. ავტორი ამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტების ნაპერწკლები, რომელსაც სხვადასხვა ფილოსოფიასა თუ რელიგიაში ვხვდებით, იქნება ეს სტოიციზმი, ბუდიზმი თუ სხვა. სინამდვილეში, ბიბლიაში სრულად და ერთიანად მოცემული ღვთაებრილი ჭეშმარიტების მხოლოდ დაგსაქსული ექო და ანარეკლია. ეს გვაფიქრებინებს. თუ დაუშვებთ, რომ ყველა ჭეშმარიტებას ერთი სათავე აქვს, როგორც ცვლის ეს თქვენს დამოკიდებულებას სხვადასხვა მსოფლმხედველობის მიმართ. ხედავთ მათ როგორც კონკურენტ იდეებს, თუ როგორც ერთი და იმავე მთის სხვადასხვა მეტნაკლებად წარმატებულ ბილიკებს.